მიხეილ ვიანორის ძე კოკაია 1954 წლის 31 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ადამიანი, რომლის ცხოვრება მთლიანად მიეძღვნა ცოდნას, მეცნიერებასა და სამშობლოს. იგი მექანიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო, გამორჩეული მეცნიერი და მოაზროვნე, მაგრამ მისი ცხოვრების გზა მხოლოდ მეცნიერებით არ შემოიფარგლა. იგი იქ იდგა, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მიხეილ კოკაია ეროვნული გმირის, ჟიულის შარტავას სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა. სწორედ მისი ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს მაშინდელი ჯარის ტექნიკის, მათ შორის მძიმე ტექნიკისა და артილერიის სარემონტო სახელოსნოები. ეს იყო საქმე, რომელიც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ემსახურებოდა. აფხაზეთის ომის წლებში იგი სოხუმში კურირებდა აკუსტიკის ინსტიტუტს, სადაც დანერგა წყალქვეშა პოლინგაციის გასაიდუმლოებული სისტემა. ამ მოწყობილობის მეშვეობით ქართული მხარე სოხუმის აკვატორიას აკონტროლებდა. მისი ცოდნა და შრომა სამშობლოს უსაფრთხოებას ემსახურებოდა. მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში არის წამი, რომელიც ყველაფერს წყვეტს. ეს იყო 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. ქალაქში უკვე იგრძნობოდა დასასრულის მძიმე სიჩუმე. ქუჩებში ქაოსი და ტკივილი იყო. ადამიანები ცდილობდნენ ქალაქის დატოვებას, რადგან ყველას ესმოდა, რომ უკანასკნელი წუთებით გებოდა. ჯერ კიდევ არსებობდა უკან დახევის შესაძლებლობა, ჯერ კიდევ შეიძლებოდა გადარჩენა, მაგრამ მიხეილ კოკაიამ არჩევანი გააკეთა. ის არ წავიდა, დარჩა ბოლომდე ჟიულის შარტავას გვერდით, თვითხილველთ ადგილად. იმ მძიმე წუთებშიც კი იგი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა. თითქოს უკვე იცოდა, რომ ადამიანის ღირსება ზოგჯერ სიცოცხლეზე დიდია. ეს იყო წამი, რომელმაც მეცნიერი მიხეილ კოკაია გმირად აქცია. 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ იგი უგზო უკვე დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მიხეილ კოკაია აკუსტიკის ინსტიტუტთან დახვდეს და სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად იაშტუხის ტერიტორიაზე დაკრძალეს. წლების შემდეგ 2018 წელს მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და ვაშლიჯვარში, გმირთა სავანიში, სამშობლოს ერთგული შვილის ღირსეული პატივით მიაბარეს. მის არქივში აღმოჩენილ პატარა ფურცელზე საკუთარი ხელით დატოვა სიტყვები, როცა მოვკვდები, ვიცი რომ ბედნიერი ვიქნებ, რადგანაც მიყვარდა. და სანამ ეს ისტორია გვახსოვს, სანამ მის სახელს ვამბობთ, მანამდე გმირები ცოცხლები არიან. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს.